იცოდით, რომ არასწორად გაზომილმა გლუკოზამ შეიძლება არასწორ მკურნალობამდე მიგიყვანოთ? აი ეს ყველაზე ხშირი სამი შეცდომა, რომელსაც გლუკომეტრის გამოყენების დროს უშვებენ. პირველი შეცდომა არის სპირტით დასველებულ თითზე ჩხვლეტა. სპირტის ნარჩენი აზავებს სისხლს და პასუხი არაზუსტი მოდის. ამიტომ ჩხვლეტამდე ან კარგად გაიმშრალეთ თითი, ან უბრალოდ დაიბანეთ რბილი წყლით და საპნით და გაიმშრალეთ. მეორე შეცდომა არის სისხლის წვეთის ძალით გამოწვრვა, ესეთი დაწოლის მეთოდი. როდესაც ძალით ვაწვევით თითს, სისხლთან ერთად გამოიყოფა ქსოვილოვანი სითხე, რომელიც ცვლის შედეგს. თუ სისხლი რთულად გამოდის, უმჯობესია ჩხვლეტამდე გაითბოთ ხელი თბილი წყლით, ან არეგულიროთ თვითონ ჩხვლეტის სიღრმე. მესამე შეცდომა გახლავთ ვადაგასული ან ღიად დატოვებული ტესტ ჩხირები. ჰაერთან და ტენთან კონტაქტის გამო ისინი ფუჭდება და არაზუსტ შედეგს გვაძლევს.